ახალდაბელ ლეილა ხარაზიშვილს მგელმა ორი ხბო დაუკბინა. დილით ძროხებთან ერთად საძოვარზე გარეკილ ხბოებს მტაცებელი ცხოველი თავს დაესხა. პატრონი ვარაუდობს, რომ მგელი მარტო იყო, სხვა შემთხვევაში ისინი ძროხებსაც დაგლეჯდნენ. მისი თქმით, მგლები სახლებთან ახლოს მთელი ღამის განმავლობაში დარბიან. მოუწველი საქონელი და გავრეკე. ორი მეწველი ძროხა და ორი ეს მოზარდი ხბორები. არ გასულა 2 საათი მეზობლის კაცი მოვიდა ყვირილით, მგონიო ლეილას ძროხებია ესენა. გავარდი ჩემი 2 ძროხა და ეს რომელიც დაგლეჯილი არის. მოცივდნენ ესენი თლად გასისხლიანებულები. გადარჩნენ ცოცხლები, მაგრამ თავარი ეს კი არ არის, თავარი ის არის, რომ პირველი შემთხვევა არ არის შვილა. ლეილა ხარაზიშვილის მეზობლად კიდევ ერთ ახალდაბელს დღისით ეზოდან მგელმა დაახლოებით 40 კილოგრამიანი გოჭი ააცალა. რამდენიმე ადგილობრივმა დაინახა, როგორ დაკლა მტაცებელმა შინაური ცხოველი და ტყისკენ წაათრია. მოსახლეობა მგლის შიშით ბავშვებს მარტო ეზოშიც ვეღარ უშვებს. ეზოდან წაიყვანა გოჭი, შემოვიდა ეზოში, ხალხიც იქ ვიყავით და არ მოგვერიდა ეს მგელი და მოიტაცა გოჭი, მოიგდო ზურგზე უყურებით და წაიყვანა. და ბავშვებიც გვეშინია, ბავშვებისაც უკვე ვერ უშვებთ გარეთ, რომ ეზოდან ტყე არის ჩვენი იგივე მიმბულია ტყე ეზოში და გვეშინია ბავშვებისაც, რომ მგელი არ იმასკნას, დააზიანოს ეს ბავშვები. ადგილობრივები სოფელ ახალდაბაში თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ. პირუტყვის დაკარგვა კი მათი ოჯახებისთვის შესაბამისად მნიშვნელოვან ზარალს წარმოადგენს. მოსახლეობა ნადირის მოკვლის ნებართვას ითხოვს. ჩვენ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს მიმართეთ რეინჯერებს აქ საქმე უცის უკვე ძალოვანმა სტრუქტურებმა რომ ის მომენტი რასაც ქვია რომ გელის განადგურება მომენტში უკვე რომ ბოლო ყველა რო დარჩება და მაშინ წავხვდეთ თობის აძევნან ნუ არის რაღაც ცეთი შევთანხმდით რომ ამ გლებს მოშორება ჭირდება არ არის ეს ბუნება ჭირდება და მით უმეტეს აცხარსაც ჭირდება ხალხ საქმეს უფრთხის ერთი პირუტყვი დაზიანდა და მეორე მესამე მეოთხე და ხვალდაზე შეიძლება ჩვენ ვართ რიგში. სოფელ ახალდაბის აღნიშნული უბანი ნაკრძალის ტერიტორიის განაპირას მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, ნადირი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მახლობელი დღე მთლიანად ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალთან გააერთიანეს.